Უდული მოზარდებისთვის ორიონში სასწავლო სარეაბილიტაციო ბიბლიოთეკა გაიხსნა. პროგრამა განხორციელდა გაცვლითი პროგრამა ფლექსის კურსდამთავრებულის მიერ, რომელმაც ამერიკის შეერთებული შტატების სახალხო დეპარტამენტისგან გრანტის დაფინანსება მოიპოვა. Am პროექტს შესახებ ჩვენ გავიგეთ გასული წლის ბოლოს, როდესაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ამერიკული საბჭოების დახმარებით გამოცხადა გრანტის კონკურსი გასulis პროგრამა ფლექსის კურსდამთავრებულთათვის. მეც ერთ-ერთი მათგანი გახლავართ და გადაწყვიტა მონაწილეობა მიმეღო და დამეწერა გრანტი ორიონისათვის, რომ დამხმარებოდი მას და რამე წვლილი შემეტანა მის განვითარებაში და მის წარმატებებში. დავწერეთ პროექტი ბიბლიოთეკა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთათვის და განახორციელეთ. მუშაობდი მთელი ზაფხულის განმავლობაში და შეიძლება თქვენ თვითონაც ხედავთ სახეზე. ფიქრობ ძალიან კარგი გამოვიდა და ეს პროექტი დიდ წვლილს შეიტანს ჩვენი რაიონის სოციალურ განვითარებაში. მე გახლავართ ამ პროექტის ერთ-ერთი მონაწილე, ანუ პროექტის ბიბლიოთეკა შეზღუდული შესაძლებლობების ბავშვებისათვის. ჩემი მოვალეობა იყო ინტერნეტით მომეძია მასალები, ძირითადად ავადობებთან დაკავშირებით. ეს არის დაუნის სინდრომი, ეპილეფსია, ცერებრული დამბლა და სხვა დაავადებები და ჩვენ შეგვიძლია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა მშობლებს გაუზიაროთ ნებისმიერი ინფორმაცია, რაც შეეხება მათ შვილების ჯანმრთელობას და ამომწურავი პასუხი მივცეთ მათ. პროექტის პრეზენტაციის შემდეგ ორიონელებმა შემოქმედების საღამო მოაწყვეს. ბიბლიოთეკის გახსნაზე მოწვეულა სტუმრებმა დღეს ორიონელების ერთი ჩვეულებრივი დღე საკუთარი თვალით ნახეს. ზესტაფონის რაიონს და სრულიად საქართველოს შეემატა სრულიად ახალი უცხო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა და მშობელთა სასწავლო სარეაბილიტაციო ბიბლიოთეკა. ეს არის დიდი ხნის განმავლობაში იყო ეს იდეა ორიონს სურდა რომ ეს ბიბლიოთეკა გაგვეკეთებინა და წელს მოგვეცა საშუალება ფლექსის პროგრამის მონაწილის ქალბატონო შორენა მარაქველი მეგრელიშვილის საშუალებით ეს პროექტი გაგვახორციელებინა. ეს არის უნიკალური პროექტი, უნიკალური თვითონ იდეა. აქ არის ყველა ასაკისათვის 0-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის ყველა აღჭურვილობა, რომელიც მიეცემს საშუალებას ჩამოუყალიბოს გარკვეული უნარ-ჩვევები. მე დღეს მომეცა საშუალება, დიდი მადლობა მინდა შორენას გადავუხადო, რომ მან ზესტაფონს და კერძოდ ჩვენ ბავშვებს დიდი საჩუქარი გაუკეთა და ვიმედოვნებთ, რომ მიბაძავენ შორენას სხვა ადამიანებიც და ორიონისათვის და ზესტაფონის ბავშვებისათვის ახალ და ახალ პროექტებს განახორციელებენ. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სასწავლო ცენტრი ორიონი მეორე სკოლის ბაზაზე უკვე მეორე წელია არსებობს. მეორე საჯარო სკოლის ბაზაზე ფუნქციონირებს უნარშეზღუდული ბავშვთა ცენტრი ორიონი და ორიონის მისეურებმა გახსნეს უნიკალური ბიბლიოთეკა, რომელიც ძალიან დიდ საშუალებას აძლევს უნარშეზღუდული ბავშვებს უნარ-ჩვევების გამომშვებისათვის. მართლაც უნიკალური არის ასეთი ბიბლიოთეკა, როგორც მისეურთა ინფორმაციით ვიცით, თითქმის ანალოგი არ აქვს რესპუბლიკის მასშტაბით. აღნიშნული ბიბლიოთეკით სარგებლობს არა მარტო უნარშეზღუდული ბავშვები, არამედ ჩვენი საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები. ულოცავ ამ გამარჯვებას ამ ცენტრის მისეურებს და წარმატებას უსურვებ როგორც უნარშეზღუდულ ბავშვებს, ასევე ვინც ხელმძღვანელებს ამ ბიბლიოთეკით ყველას. პროექტის პრეზენტაციას ადგილობრივი ხელისუფლებისა და რესურს ცენტრის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. აქ როგორც ირკვევა და როგორც აგვიხსნეს, არის შესაძლებლობა ახალშობილიდან 18 წლის ასაკამდე აბსოლუტურად ყველა ამ კონტინგენტის ადამიანს ჩაუტარდეს შესაბამისი კონსულტაცია, მიეცეს მითითება, თუ რა მიმართულებით შეიძლება დაიწყოს მისმა მეორე მუშაობა მისი განვითარებისათვის. კიდევ ერთხელ ვისურვებდი, რომ პირველ ყოვლისა საერთოდ ესეთი ბავშვი არ ყოლოდეს ჩვენ, არა მხოლოდ ჩვენს ქალაქში, ჩვენს სამშობლოზე საერთოდ ქვეყანაში არ ყოფილიყოს და მაინც თუ კი არსებობს და სამწუხაროდ არსებობს ესეთი კონტინგენტი, ყველასათვის ყოფილიყოს ხელმისაწვდომი, იმიტომ რომ აქ არის აბსოლუტურად ყველანაირი პირობა შექმნილი იმისათვის, რომ ამ ბავშვებმა საზოგადოებისგან გარიყულად არ იგრძნონ თავი და მოხდეს მაქსიმალური ინტეგრაცია მათი ამ საზოგადოებაში.